Მერქად აგვისვით. გაიხარეთ, გაძლიერდით სიყვარულში, სულიერობაში, სარწმუნოებაში. დღეს მით უმეტეს ესეთი მეტი ლოცვა გმართებს და მეტი სულიერობა, მეტი ჩაღრმავება, მეტი უფრო შემეცნობა საკუთარი თავისა. მეტი შემეცნობა საკუთარი თავისა ქრისტეში და მეტი ასე ვთქვათ, გაცნობიერება ჯვარდაბდოლებისა. ძალიან დიდი პალიტრა ძალიან დიდია, ძალიან ბევრი არის. არ არის მარტო შავ-თეთრი. არც სოციუმი, არც გარემო, არც ასე შემდეგ. არც ყველა ქრისტესია, არც ყველა წარმართია, არც ყველა ჰედონისტია, არც ყველა ასე. სხვადასხვა ტიპის პალიტრა. უამრავი შეთავაზებებია. ინფორმაციული მაგია, სხვადასხვა ტიპის თუნებები, ერთმანეთისადმი დაპირისპირება, ყველას წინააღმდეგ, შურის სიძულვილი ბოღმა, გაუცხოება და საშინელი, ასე ვთქვათ, ანტაგონიზმი, დესტრუქცია და სულიერი ნეგატივი, ვამპირიზმი, სულიერი და ხორციელი, ვამპირიზმი ენერგეტიკული, რა თქმა უნდა, კითხაობა, ოკულტიზმი, ემულტირება და ჯადო. გავრცელებული უამრავი არასწორი სწავლებები და ასე შემდეგ სამი წერტილი და სამჯერ სამი წერტილი მიაყოლო, ამას ვერ ამოწურო. მაგრამ ყველაფერი ეს გასაგებია და ბუნებრივია ადამიანის თავისუფალი ნება აქვს და თავისუფალი ნების წაღმა გამოყენების დავალება აქვს და არა უყომა გამოყენება. ბოროტება სხვა არაფერი არის, თორემ და თავისუფალი ღვთისმიერ მოცემული ნების, გონების და სხვა უნარჩვევების და ხატების უყომა გამოყენება. ანუ გამრუნდება იმისა, რაც წაღმა და მართლად მიეცა. ამიტომ დღეს მით უმეტეს გმართებს გარჩევა სულთა, გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა, გარჩევა სულიერსა და მატერიალურისა, გარჩევა ზეციურისა და მიციერისა. არავის არ ჭირდება გაორებული სტანდარტები და არავის არ ჭირდება ვითომ ყალბი ნიღბების შეკერვა. არავის არ ჭირდება არც პროტოკოლური სახეები ჩვენი, არავის არ ჭირდება არც მოჩვენებით სულიერობა, არც ის ჭირდება რომ ვინმე რამით გავაკვირონ და ასე შემდეგ. არავის და ეს რაღაცა ეგზალტირებული მყუდრო სახეები, რომლებიც ყველა ბრძენი და ყველა დამრიგებელი და ყველა რაღაცა მიღმიური სიბზნის აბსოლუტურად პერფექტული მფლობელი გამოდის და ყველა შორის დაარიგება. არავის არ ჭირდება. მე თქვა უკვე დიდი ხანია მოგცა ყველაფერი, თუ იმისი არის მიდეს, ჩვენიცაც არის მიდეს. თუ ის შეურაცხყვეს, ჩვენ შევურაცხყოფენ. თუ ის განაგდეს და ის არ მიიღეს, არ ჩვენ არ მიგვიღებთ. იმიტომ რომ ქრისტიანი გებსგავსება მის პატრონს, მის შემოქმედს, მის მეუფეს. ამიტომ თუ მან მოითმინა, ჩვენც უნდა მოითმინოთ. გასაგებია რჩევა ნუგეში ადამიანური, მაგრამ თუ ის ნუგეში არ იქნა ზეციდან მოვლენილი, მაშინ და ჩვენი სული, სამშვილდე და სხეული არ გაიხსნა ზეციური ნუგეშის წინაშე, ვერაფერი ვერ დაეხმარება ადამიანს. თავისუფალი ნების წაღმა გამოყენება, იმიტომ ვახსენე, რომ ბოროტება ზუსტად თავისუფალი ნების არა წაღმა გამოყენებაში, უკუღმა გამოყენებაში ძევს. ბოროტება ძევს როგორც არა მის ონტოლოგიურ საწყისში, არამედ პარაზიტირებაში, დროს კეთილი ფუნქციისა. ბოროტებას ფარდობითი არსებობა აქვს, რომელიც მოკლე ინტერვალზე მუშაობს და არსებობს მაშინ, როცა მას სჩადია. მხოლოდ და მხოლოდ თვითგანადგურებისაგან დიდი უნარჩვევა აქვს ბოროტებას და ფუნქცია ესეთი, რომ თვითგანადგურებისაგან მიდის ბოლოს. მართალია ილუზია იქნება მისი გრძელ ინტერვალზე მუშაობისა, მაგრამ მცირე ინტერვალზე ბოროტება თვითგანადგურებისაგან მიისწრაფეს და მოკლედ ჩართვას აკეთებს, თავისივე თავზე კვდება და თავისივე სასაფლაო ხდება ბოლოს. საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, ფერფლად იქცევა ხოლმე. მაგრამ რა თქმა უნდა, ირიბად თუ პირდაპირ მაინც თავის მოქმედებას ასრულებს და დაშვებული არის ეს, რომ ჩვენთვის როგორც ქრისტიანებისაც ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიყოთ უფრო მხიზლად, უფრო ჯანმრთელად, უფრო მხიზლად, უფრო გვიძარეთ, უფრო მეტი ლოცვა გქონდეს, უფრო მეტი მარხვა, უფრო მეტად გვიძარებება და ჩვენი სული ღვთისწინაში გაიხსნა და ჯვარდაბდოლებას ვაცნობიერებთ. გაუცნობიერებელი სულიერის ძილი, რომელიც არანაირად არ იძლევა, ვერ იძლევა სულიერ გაცნობიერებას ჯვარდაბდოლებისა, ადამიანს რაღაც სოდვის საღათას ძილში აგდებს, რომელიც მისი შინაგანი გაუცნობიერებელი ფონზე
თითქოს უსულო ორგანიზმს სამსგავსებს, რაც კლონს, რაიმე მუტანტს, რომელიც ხონახოდ სულიერი ფუნქცია დაკარგულს ხორციელი ზრდის ფუნქციაღა დარჩენია ძილის გამრავლებისა და კვების, რომელიც ადამიანს არანაირ თვის დანიშნულების მის დანიშნულებას ვერ შეეხება და შეხებაში არ არის. მექანიკური სულიერობა, რომელიც ხონახოდ მექანიკურად დასრებისა და პროტოკოლური რაღაც ჩინოვნიკური რიტუალების, ჩინოვნიკური აღსრულებისა და პროტოკოლური სახეების და მოგუშული სახეების იერისა და რაღაც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი მნიშვნელოვანობისა და საკუთარი რეგალიებით სხვების დათრგუნვის სულიერობა ვერაფერს ვერ იძლევა რეალურად. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან მცირე ინტერვალზე როცა აღნიშნულობს და ის სიყალბე ამისა ძალიან ადვილად ცნობადია. რაც უფრო მეტად ბიჟუტერიაში გადადის რიტუალი და რაც მეტად გარეგან რიგორიზმის მსგავსება და გარეგან ასე ვთქვათ მოპირკეთებაში და მოჩუქურთმებაში მით უმეტეს მისი გასაღები და არსი ითრგუნება და იკარგება. არსი და სულიერი ძირითადი ჯვარპირთულობის ფუნდამენტი ფესვი უნდა ვნახოთ და იქ უნდა ჩავიხილოთ. აი ეს არის თავი. და წარიყვანა 11 იგი მოწმენდა ვთქვათ, ახლა ესე რა აღვალთ იერუსალიმს და აღესრულნენ ყოველი წერილი წინასწარმეტყველისთან ზედაკაცისას. წინასწარმეტყველები ქრისტეზე ყველა ეს აღსრულდა და ეს წინასწარმეტყველები თაობათა თაობას გადაეცემოდა. ეს არის რაც იმპროვიზირებულად მოსული რომელიმე რელიგიური მოღვაწე, რომელიც იმპროვიზირებულ თავის რაღაცა ესეთ რიტუალებს ასრულებს, ასწავლებს ახდენს და თავისი სახელით ქმედებს. არა, ეს არის ნაწინასწარმეტყველები მესია, რომელიც თაობათა თაობას წინასწარმეტყველად გადაეცემოდა, რომელიც იყო ჯერ კიდევ გამზადებული ქვეყნიერების შექმნამდე, ესე უნდა ითქვას, მეტაფიზიკურად გამზადებული იყო მარადიულად კრავი ღვთისა, რომელიც სადაც წინასწარმეტყველები გვაფრთხილებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მოვა ძე ღვთისა და ასე შემდეგ. იმიტომ არის ამდენი ბრძოლა ქრისტიანების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი ემსგავსებიან მის შემოქმედს, მის მეუფეს, მის მოძღვარს, ქრისტეს. და ამიტომ რაც მან გაიარა, ზუსტად იგივე ერეკლება ზუსტად ინდივიდზე, რაც გაიარა უმაღლესმა ზეციურმა ძალამ, რომელსაც ქვია ყოვლის შემოქმედი ღმერთი, რომელიც მოვიდა ძე კაცისა, რადგანაც ხილული მამისა არის ძე და რომელიც არის ძე ნახა, მან მამაც ნახა. ვინ ძე იხილა, მან მამა იხილა. იგივეს გაევლის ინდივიდუუმი ცალკეული. და ნუ გაუკვირდება, რომ ის რაც გაიარა მან, იმის მემილიონედი მაინც განიცადოს. თუ არ განიცდის და მაშინ ერთ წრეზე იტრიალებს, როგორც ზოგი ინდივიდი, ოჯახი და ერი ტრიალებს ერთ მოჯადოებულ ვიშიოს უდიოზოს წრეზე. მაგრამ ვერ გამოდის ამ წრიდან. სანამ გარღვევა არ მოხდება, გარღვევა სარწმუნოებრივი. სანამ არ მოხდება გარღვევა სულ ფასეულობებსა და ჭეშმარიტ ფასეულობებისა, სანამ არ მოხდება გარღვევა იმისა, რომ ადამიანმა გააყოს ის ურუბოროსის წრე, რომელიც თავისივე კუდს ჭამს და გაუთავებელ ბრუნვაში ერთი და იგივე წრეზე, მანამდე ერთი და იგივე წრის, ასე ვთქვათ, ფატალურ სიზიფეს შრომაში იქნება. თუ გადავხედავთ ისტორიულ მაგალითებს, ამის უამრავი მაგალითები არსებობს. მაგრამ უფრო თუ ახალ ისტორიას გადავხედავთ, კიდევ უფრო ნატურალური მაგალითები არსებობს, აღარ ჩავხმავდები. მაგრამ სხვადასხვა ტიპის ძალები, რომლებიც მხოლოდ ფარდის აი იქით, როგორც თქვიან, ხილული სახით არ ჩანს, მაგრამ უხილავად ეს ძალები მოქმედებს. უხილავი ძალები, რომლებიც მოქმედებენ უხილავ მმართველთა, უხილავ ადეპტთა, უხილავ ემისართა, რომლებიც თვითონ არ ჩანს, მაგრამ ამ ძალების უკან დგანან, რომლებიც ხილულად ვლინდება. ქარი როდესაც აფრიალებს ფოთოლს, ფოთოლი თვითონ ფრიალებს, თვითონ დაფრინავს. ქარი რომელიც როდესაც ქაღალდი ფრიალებს და ქარი დაუბერავს, ეს ქაღალდი თუ გაზეთი როგორც იტყვიან, თვითონ ფრიალებს, არა. მას შენ ვერ ხედავ, მაგრამ უხილავი ძალა, ის ტალღა, ნაკადი, ტალღა, ხაერისა აფრიალებს, ხომასე არის ესეც. ჩვენ ვერ ხედავ რა დგას უკან, მაგრამ კულისებში ის ძალები დგანან, რომლებიც რომელსაც სურვილი არ აქვთ, რომ ესეთი ვულგარიზირებული და აფიშირებული და ფამილიარულ დონეზე იყოს მათი, ასე ვთქვათ, გამოვლენილი მოქმედება. ეს ძალები
საკმაოდ კონფიდენციალურად, საკმაოდ კვალიფიცირებულად და მაღალ ადეპტურ დონეზე მოქმედება. ეს დიდი ოკულტური, დიდი კონსპიროლოგიური, ოღონდ კარგი გაგებით, არა ნეგატიური გაგებით, რაც კრაული, ასე ვთქვით, ნეგატიური, დაკნინებული გაგებით. არამედ ეს ძალები მოქმედებს და ყველაფერი მიდის და ყველაფერი სრულდება, როგორც შეიძლება მიმდევრობით, მაგრამ როგორც გაწერილი. ყველაფერი ისე მიდის პრინციპში. პრინციპში კი, ყველაფერი ისე მიდის. როგორც აპოკალიფსში წერია. როდის რა იქნება არავინ არ იცის, მაგრამ ნიშნები ყოველთვის არის ჩვენგან ერთადერთი შევა რომ გვიძარო ვიყოთ. რამე თუ მიეცეს ხელთა წარმართასა და ძერთისა და კიცხვიდან მას და იგინოს და ნერწყვიდან ქრისტეს. ჩვენ ქრისტიანების მე მგონი მოთმინება და განსაცდელების გადატანა მე მგონი დიდი ხანია ვისწავლეთ, თუ არ ვისწავლეთ და უნდა ვისწავლოთ. და ვსწავლობთ, მუდამ ვსწავლობთ. ერთ-ერთი მოხუცი იყო მახსოვს და როდესაც დაბერდა ორი ჯოხით დადიოდა. უკვე ვეღარ დადიოდა და ორი ჯოხით დადიოდა. თავის მოწაფეს უთხრა ფოტო გადამიღეო ერთია. და გადაუღო ფოტო ესაც უდავთ ორი ჯოხით ცდილობს რომ გაიაროს და მიაწერა შემდეგ ამ ფოტოს. ისევ ვსწავლობ. ანუ ეხლა სიარულს ვსწავლობ. ისევ ვსწავლობ მოხუცი 80 რაღაცა წლის კაცი იყო, ისევ ვსწავლობ, მაგრამ ვსწავლობდა სიარულს, რომელიც მან იცოდა, მაგრამ მახსენდება ოიდიპოსის ის მახსენდება იგავი, ხო? სფინქსი რო შეეკითხა. რა ცხოველია ის, ხო იცით ეს იგავი. ეს იგავი, მათო იგავი არა, მას დიდი განმარტებები აქვს. ეს რა ცხოველია ესე, ვინც ბავშვობაშიო. იცით, ოთხით დაგს მოზდილი ორით, დილას 4-ით, შუა დღეზე 2-ით, ესეც შეიძლება და ღამე ანუ მოხუცებულებაში 3-ით. რა, გადავისვეს. ზუსტ ციტირებას ავაგებ. კაცოთ ეს მისტერიების თემა იყო, შემდეგ პასუხი მიიღო. გაუთხრა, ადამიანია ეს ცხოველი. ადამიანია. ადამიანი არის სამყაროს ანთროპული ამოცანა. ადამიანი არის ზუსტად ის არსება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სამყარო, რადგან ღმერთი კაცად მოვიდა და ამიტომ ეს ანთროპული პრინციპი, რომელიც ადამიანისთვის არის მოცემული, რომელიც ადამიანის არსებობისთვის არის განსაზღვრული, არის ჩვენი სამყაროს კანონზომიერება, კანონი. რადგან მხოლოდ ერთი მცირე ცდომილება პირიცხვისა, რომელიც უსასრულო წილადია, თუ ეს მათემატიკაში ბავშვობაში გავიგია, მხოლოდ 1 მილიარდედი ცვლილებაც კი წილადში ამ სამყაროს შეუძლებელს გახდი და ადამიანის არსებობისათვის. ერთი მცირე პროპორციული ცვლილება, თუ ეკოლოგიური კატასტროფა მანამ ხელოვნურად არ მოვაწყვეთ, ერთი მცირე ეკოლოგიური ცვლილება ატმოსფეროს პროცენტულ შემადგენლობაში ვერ შეძლება, ვერ გახდი და შესაძლებელს აქ ადამიანის არსებობის. ყველაფერი შექმნა ღმერთმა ანთროპული კაცთმოყვარე პრინციპი, რომ მასში ადამიანის არსებობა შესაძლებელი ყოფილიყო. და არა მარტო შესაძლებელი ყოფილიყო უბრალოდ არსებობა, არამედ ხატება მისცა, რომ მას მსგავსებას მიეღწია. და ის ყველაფერი, რაც ამის საწინააღმდეგოდ დესტრუქციულად არის მიმართული, ადამიანური არსების საწინააღმდეგოდ, ადამიანში, ადამიანის ამოსაშლელად ხატებისა, ყველაფერი მე მგონი ადვილად შესაძლებელი არის სულთა გარჩევის დროს, მარჯვენა და მარცხენა. და ტანჯონ და მოკლან იქიდან მესამე დღეს ააღწიეს ქრისტე. ესეც შეურაცხყოფები, მერცვა, კიცხევა და ასე შემდეგ. ტანჯონ და მოკლან და მესამე დღეს ააღწიეს. ყველაფერი ეს მოხდა და გამოგვიხსნა ჩვენ უფალმა ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისა. აი მინდა გესურვოთ, რომ ეს ზიარება, რომელსაც დღეს თქვენ მიიღეთ და რა თქმა უნდა ის ლოცვები, როცა ჩვენ ვკითხულობთ, მერტვა ისმინოს და ის ჯვარფირთულობა, რომელიც ჩვენ გვევალება, გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენი ჯვარი ყოველთვის მუდამ ვიხილოთ და წინ ვიყუროთ და წინ ამ ჯვარს ვჭრიდოთ. და ვხედავდეთ ჩვენს იმ იდეალს, რომელიც ღმერთმა დაგვავალდა. წინამის შემთხვევით, თუ ჩვენ წინ ვივლით და უკან ვიყურებით, აუცილებლად სადაც ხრამში გადავიჭიხებთ. იმ ხრამში კიდევ არაფერი კარგი არ ელოდება ადამიანს. ამიტომ ვიცადოთ, რომ გზახსნილი რო არის, ეს გზა გახსნილი დავაფასო, უფალს მადლობა ვუთხრათ.
მუდამ ლოცულობდა და მუდამ გვიხარავდეს, რასაც ყველა გისურვებს. მადლობს ეწვენს იესო ქრისტეს, სიხოს თქვენ ყოველთა ტრანა. ამინ. კოლექცია